მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ მაკა სამუშია, ჯიჯი გიმნაზიის პიარ სამსახურის ხელმძღვანელი. გადავწყვიტე დღეს ჯიჯი ტელევიზიამ მოამზადოს მასალა დირექტორის 100 დღე, სწორედ ამ მიზნით ვიქნები პაპარაცის როლში და დავაფიქსირებ ყველა იმ აქტივობას, რომელსაც ქალბატონი ნინო ჭიჭინაძე ახორციელებს. მომყევით. და აი გაგვიმართლა ქალბატონი ნინოც არის ჩვენთან. ქალბატონი ნინო, ჯიჯი ტელევიზიას აქვს რამდენიმე კითხვა. პირველ რიგში დღეს უნდა ვიყოთ თქვენს ირგვლივ და დავაფიქსიროთ ყველა ის აქტივობა, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ჯიჯი გიმნაზიაში და გავცეთ ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე დაგროვდა. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? დილამშვიდობის მაკა, რატომაც არა? თავი ამ ყველაფერმა ჩვენს ყოველდღიურ რუტინას არ შეუშალოს ხელი. თუ წინააღმდეგი არ ხართ, გამოვყევი და თან ვისაუბროთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. როგორ იწყება თქვენი ერთი დღე? სალამი ქალბატონო. გამარჯობა, დილამშვიდობის. ქალბატონო, თქვენთან ერთი შეკითხვა მქონდა. პრესკულის შეღებებას ვაპირებ და რა ფერებს გვირჩევდით? ომარ, მოუბრუნდები და ერთად გადავწყვიტე. კი ბატონო, თქვენ გამარჯობა. მეგობრებო, ზუსტად თქვენთან მინდა მოსვლა. მარი და ნინო, იცით, ტრენინგზე არიან და ჩანაცვლება დღეს აუცილებლად გასაკეთებელი. მეგონი საქმის კურსში ხარ. და ნინო ბატონჯობასთან გავიარეთ უკვე წვრილი და ჩანაცვლება ხდება. Да, не волнуйтесь, все прекрасно. ბატონ რომანოს, 6 კლასში როგორ აქვს საქმე? 6 კლასში უკეთესობისკენ მიდის როგორც ასეთი, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაო არის კიდევ და რა თქმა უნდა ქალბატონო ნინო ვესწრებოდით მათემატიკის გაკვეთილს მე-6 კლასში და მე მგონი სასიკეთოდ მიდის დინამიკა უკეთესობას გვაჩვენებს და ნახოთ. გასაგებია ბატონ რევას მაკა წავიდეთ. ალო? მარი შენახავთ ძვირფასო. როგორი მგზავრეთ? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. დროდადრო შემეხმიანი ძალიან გთხოვთ. მიხარია რომ კარგი ინფორმაციის მატარებელი ხართ. მარი ნაკარგია, ძალიან გამახარეთ. დიდი მადლობა ამ სასიამოვნო ინფორმაციისთვის. აი ესეთი გამხალავე და შრომის მოყვარე დირექტორი ყავს ჯიჯი გიმნაზიას, სწორედ ამაშია იმ კითხვების პასუხი, რასაც დღეს ჩვენ მთელი დღის მანძილზე შემოგთავაზებთ. ქალბატონო ნანა, როგორ ხართ? ძვირფასო, როგორ მიდის ხინა გაგზავნებით? ყველაფერი კარგად იქნება. აქტიური ბავშვი, კარგები არიან ძალიან. კაი ხარ ჩემს. ქალბატონი მარი იმყოფება თბილისში ტრენინგზე? დიახ, მარი წასულია თბილისში. ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით გადის კონსულტაციებს და ძალიან მიხარია რომ დადებითი პასუხი მოაქვს. უი, ძალიან მაგარია. და კითხვა პირველი, რომელიც ძალიან მაინტერესებს და ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, გაიარეთ ბავშვებო. მოკლედ, მთელი ქალაქი ამბობს ჯიჯი გიმნაზიის აკადემიურ აღმოჩენაზე. რა არის ამ ხრივ რა ხდება ჯიჯი გიმნაზიაში? მაკა, ჩემო კარგო, ჩვენ ვიცით რომ ჯიჯი მარტო გიმნაზია არ არის. ჯიჯი უკვე არის შემდგარი ბრენდი. ის მოიცავს ჯიჯი ბაღს, ჯიჯი პრესკულს, ივენთოლს, კვების კომბინატს, ტელევიზიას, კოლხური ტრადიციების შემსწავლელ ცენტრს, ოდა მუზეუმს, სპორტულ კომპლექსს, ჯიჯი ტრანსპორტს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ყველა სტრუქტურულ რგოლზე შეიძლება ითქვას, რომ თითოეული მათგანი მუშაობს ბავშვის ინტერესების სასიკეთოდ. ეს ყველა სტრუქტურული რგოლი ამუშავებულია იმ მიმართულებით, რომ დადებითი ასახვა ჰქონს ბავშვის წარმატებაზე. გარდა ამისა, ჩვენთან შერიხემძღვანელობით ფუნქციონირებს საოცარი ტელევიზია, რომელიც ძირითადად შემეცნებითი ხასიათის გადაცემებს მოიცავს. ყველაზე თამამოცნებაშიც კი ვერ ინატრებდა ადამიანი სკოლაში ტელევიზიას. ეს ტელევიზია ხო ბავშვებს ემსახურება. ამ ტელევიზიაში ისინი თვითონ არიან რეჟისორები, თვითონ არიან სცენარის ავტორები, თვითონ არიან ოპერატორები, თვითონ არიან მონაწილეები. ეს ქმნის გასაოცარ мотивაციას ბავშვებში, მშობლებში. გარდა ამისა,
ის ურთიერთობები, რომელიც ამ ბოლო დროს ინტენსიურად მყარდება, საერთაშორისო ურთიერთობები მაქვს მხედველობაში. ჩვენი ბავშვები იყვნენ კიევში და იქ ორკვირიანი წარმატებული კურსი გაიარეს საბუნებისმეტყველო ლიცეუმში. გარდა ამისა, ჩვენ გერმანელები გვყავდა სტუმრად, ასევე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ისინი ჩვენთან სტუმრობდნენ. ეხლა ჩვენი ბავშვები და 6-16 კაციანი დელეგაცია მიემგზავრება დრეზდენში. ჩვენ 22-ში უკვე უნდა ვიყოთ დელეგაცია მინსკში, ბელორუსიის დედაქალაქში, სადაც პირველი გიმნაზიის, მოწინავე გიმნაზიის სკოლასთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას და თანამშრომლობა გაგრძელდება. ისინი ჩვენთან საზაფხულო ბანაკებში მიიღებენ უკრაინელებთან, გერმანელებთან უკვე ბელორუსების ჩაერთვებიან. გარდა ამისა, ჩვენი ერთი წარმატებული მოსწავლე კიდე ესპანეთში ერთწლიანი სასწავლო კურსით იყო გამგზავრებული. ასევე დამთავრდა მოლაპარაკებები და ჩვენი ბავშვები, 3 გოგო და 3 ბიჭი 13-დან 17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მიემგზავრება საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ ოლიმპიადაში. ეს ყველაფერი გროვდება, აისახება ბავშვის ცნობიერებაში და რა თქმა უნდა, ყველანაირად ხელს უწყობს ბავშვის თვალსაწყერის გაფართოებას, ბავშვის მოტივაციის ამაღლებას. აქ მაღლდება მოტივაცია ბავშვის, მასწავლებლის, მშობლის და ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლის აკადემიურმა მაჩვენებელმა მართლა აღმაფრენა ფოს. შეუძლებელი აქ არ გააკეთოს მაქსიმუმი ბავშვმა, შეუძლებელი აქ მაქსიმუმი არ გააკეთოს მასწავლებელმა. ეს რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში მოსწავლის აკადემიურ მაჩვენებელზე აისახება. მართლა მისასალმებელია ეს ყველაფერი, რომ ჯიჯი გიმნაზიაში ხორციელდება. თურმე ყოველთ არ ამბობენ აკადემიურ აღმაფრენაზე ქალაქში. თუმცა ასევე ქალაქში იმასაც ამბობენ, რომ სხვა საჯარო თუ კერძო სკოლებიდან ხდება ჯიჯი გიმნაზიაში მობილობა, რაც მასიურ სახეს იღებს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ მაყურებლისთვის? მაკა ძირფას ის ზემოაღნიშნული ფაქტები, რასაც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, ქმნის იმის წინაპირობას, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის საოცნებო სკოლა, ეს საგანმანათლებლო სივრცე. აქედან გამომდინარე, მსურველების რიცხვი ბევრად უფრო მეტია და აღემატება იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც ამის მატერიალური შესაძლებლობა გააჩნიათ. თუმცა ჩვენი დამფუძნებლის ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან შეიძლება ამოქმედდეს, ამოქმედდება და ფინანსების უფრო მოქმედი სისტემა, რაც ბევრ უფრო მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას იმისას, რომ ამხდინოს ოცნება და სწავლა გააგრძელოს ამ საოცარ საგანმანათლებლო სივრცეში. რაც შეეხება შენს კითხვაზე პასუხს, დინამიკა ძალიან მიხარია, რომ დადებითია. ძალიან მაგარია. გამარჯობა ბატონო. გამარჯობათ, წარმატებები. ქალბატონო ნინო, გავრცელდა ხმები, რომ ჯიჯი გიმნაზიას უკვე ყავს პირველი კლასი დაკომპლექტებული, რომელიც კონკურსის სახით შეირჩა, გრძელდება თუ არა დაკომპლექტება პირველი კლასის და რაც გვეტყვით ამ სიახლეზე. ბატონო, ქალბატონო ნინო, ტურისტები არიან ჩამოსული, მცხოვრებლები ექსკურსია გვინდაო და ვის შეუთანხმდეთ? ილია, ან თამუნა ლატარიას, ან თამუნა კიკაიშვილს. და ბოლოს რო შემოვლიან ჩემთან გასწრენ კაბინეტში და მე შეუერთდები აუცილებლად. ლევან, თუ შეიძლება გამოაცილეთ მცხოვრებლები და მე ფოიეში დავხვდებიან და თამუნას მოვიწვევ. ქალბატონო, მესმის ძალიან დაკავებული ხართ, მაგრამ განვაგრძოთ დიალოგი და დავუბრუნდები იგივე კითხვას, რომელიც პირველ კლასელებს ეხება. რამდენადაც ვიცი, დაკომპლექტებულია ერთი ჯგუფი პირველი კლასელების, მაგრამ გრძელდება ასევე რეგისტრაცია. რას გვეტყვით? მართალი ხარ, ჩემო, პირველი კლასი დაკომპლექტებულია, ჩვენი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვყავს მრავალრიცხოვანი კლასები. პირველ კლასში შეივსო ერთი ჯგუფი, თუმცა რა თქმა უნდა, გვაქვს იმის ყველანაირი რესურსი, რომ მეორე კლასიც მივიღოთ. აქედან გამომდინარე რეგისტრაცია გრძელდება. გასაგებია ქალბატონო ნინო და დღეისთვის ბოლო კითხვა, რომელიც საკმაოდ აქტუალურ საკითხს ეხება, რას გვეტყვით მე-11 კლასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, ან მოსწავლეების ჩარიცხვასთან დაკავშირებით. სიამოვნებით მოგცემთ ამ კითხვაზე პასუხს. რაც შეეხება მე-11 კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვას, ამის შესახებ მართლა უსასრულოდ შეიძლება ვისაუბრო.
მე-11 კლასელებისთვის ეს იქნება არაჩვეულებრივი შეთავაზება იმ მოსწავლეებს, რომლებსაც შერჩევის წესით ჩავრიცხავთ მე-11 კლასში ჯიჯი გიმნაზია საჩუქრად სთავაზობთ საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამას. ყველა მიცის და კვლევითაც დადასტურებულია, რომ საქართველოში ყოველი მოსწავლე დადის რეპეტიტორთან და რეპეტიტორთან სიარული სჭირდება იმისთვის, რომ დააძლიოს ის ბარიერი, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საატესტატო გამოცდები ეწოდება. იმ მოსწავლებისთვის, ვინც ჩვენთან ჩააბარებენ და გახდებიან ჯიჯიელები, ჯიჯი სთავაზობს მომსახურების პაკეტს, რომლის ფარგლებშიც ისინი გაივლიან სრულ კურსს საატესტატო გამოცდებისას, გარდა ამისა, მათ ექნებათ მოქნილი, ცხრილი, კომფორტულ პირობებში, დღის ყველაზე აქტიურ და საუკეთესო დროს ისინი განიხილავენ ყველა იმ საკითხს, რა პროგრამით არის გათვლილი და გათვალისწინებული და თავისუფლად და წარმატებით ჩააბარებენ ამ გამოცდებს. მათ არ დასჭირდებათ მშობლების მხრიდან დამატებითი ძალისხმევა, არც ფინანსური, არც დროის რესურსი არ დაეხარჯებათ, არც ადამიანური რესურსები არ დაეხარჯებათ. ამით ყველაფრით უზრუნველყოფილნი იქნებიან ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. გამარჯობა ბავშვებო. ბავშვებო, გემრიელად მიირთვით. გაბატონო მაკა, ჩვენ ბავშვებს უკვე აღარ სჭირდებათ იმის შეხსენება, რომ ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება. ხო ასეა ბავშვებო? გამარჯობა. ხანდავანი მოსობა მგონი ცხელები გელოდა. გიჩემო მაკა. უკაცრავად ქალბატონო ნინო. მოვდივარ, მაკა, უკაცრავად. სტუმრები მელოდება, სხვა დროს ხო შეიძლება გავაგრძელოთ, ხას რა გვიშლის? არც არაფერი, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარა ჩემო კაცო. ვიშო გამორთე კამერა. წამოდი დავამონტაჟოთ.